ვიქანცე ქვია ამას. და სინამდვილე რო გითხრათ, არცად წასვლის სურვილი არ მაქვს, მაგრამ არც სახში ჩაყდომა არ მინდა. რვის ნახევარზე დავამთავრე ბოლო ჭურჭელი გავრეცხე. იმდენად კარგ გებრიელად დავიღალე, რომ რაღაცა ირო გადამეკეტე, ანუ დაიცა, რაც უნდა თქვა, კარგად ვთქვა. ირო გადაიწვევი და ხანის დამივარდა ხელთან, ხანის დამივარდა, თან ჩემთავს ვეუბნებება ეხლა დაყენდი და ბოლოს რამის ტირილი დავიწყე. არა ვთქვი, ისე მიდი, არ შეუშინდე. და დავამთავრე რა. ანუ ვიჯექი ისე ვაკეთებდი რაღაცა, მაგრამ ერთ სულ მქონდა დამთავრებინა და ვერ დავამთავრე, ამიტომ რომ ვერ დავამთავრე, ვერ მეშლებოდა ნერვები და აი ეგრე. თმები უბრალოდ ამ აქ მშრალი და მეტყობა კიდეც უბრალოდ გაწეწილი და გაბუებული ვარ. შეკვრას ვაპირებ. რაღაცებით შევიკრავ, აი ეგ მეგონა ჩემი შავი. აი ჩემი ლამაზი მართალია გატეხილია, მაგრამ დახატული. დიდი დრო არ მაქვს მოსამზადებლად. იმირონტო რაც არის მოვლენ ჩემს დასაყვანად. მაგრამ არა უშავ. მე ახლა ისინი ხო დავამთავრე, ხა მეთქი არა ქალ 200 ჯერ იყავი ბაზრბაზი, ხო შეგიძლია ეს იყიდვა რა. არც ამის ნერვი აღარ მაქვს. გეყოფა. პომადა გადავისხარ. ხო და ისა. აბანო არა ცხელდებოდა. 30 გრადუს არასცდა. 30 გრადუსით რო შევსულიყავ, ხო გავშეკავდი იქვე ფეხებს და ავდექი და ისა. ველოდე ჩაუწე, როგორც ავიდა 26 მეტრამდე და მე ზოგადად ძალიან ცხელი წყლით მიყვარს ბანაობა, მაგრამ ეხა ცხელი წყლით ბანაობა არ შეიძლება. ამიტომ 36 მეტრზე მოვუშვი. ხო და ისა მეთქი საკმარისია და სადღაც 27 მეტრამდე ავიდა მერე და იგი იყო და ეგა ვინ არის? მადლობა ხალხო, კიდევ და კიდევ მომდის მესიჯები და ვნახავ. ეხა არ მინდა რომ გავხსნა, იმიტომ რომ მე მეკარგება, არ დამეკარგოს, რომ პასუხი ხო უნდა გაგცეთ. ამ თვალზე ზოგადად ეს ადგილი მაქვს ოდნავ მუქი. იმიტომ რომ მე-10 კლასში ვიყავი, რომ ეკა მქონდა ძალიან ძირმაკარა და გამიჭრეს. ხო და საკმარისია ოდნავ წენი წავისო და აქ უკვე მეტყობა. ცოტა პატარა ფინჯი და მაქვს. არ ვიცი, არა და წესთა იქ უნდა იყოს სადღაც, უბრალოდ ვერ ავხედავ ეხლა. ხო და რას ვამბობდი დამავიწყდა. ვიბანავი რა, ვაგლახი და ვაიუბედურობით. ფეხი მტკინა, მაგრად ფეხი მეტკინა. იმიტომ რომ დღეს ვერ მოვახერხე წოვი არის რეჟიმში, რომ ყოფილიყავი. ხო და წლევანდელ წელს რა ვთქვი, იცი? ახალი წელი, ძველთ ახალი წელი, დაბადების დღეები, ჰაი-ჰუი, გართობა და რაღაცა გადადის უკანა პლანზე. მაქსიმალურად მოკლე რაღაცეები და მცირე რაღაცეები მეთქი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ზუსტად ეხლა უფრო მეტად დავიტვირთე, ვიდრე ოდესმე. მაგრამ არა უშავ. გათავდა ეს ახალი წელიც, მოიჭა. უბრალოდ ბავშვებს უნდათ, რომ ხვალ ერთად ყოფილიყვნენ და მაგ ამბავს ვერ გაუმაზავდი. თვითონ არაფერი, ანუ ბევრ არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ დრო წაიღო რა. დრო, მაგან წაიღო დრო, თორე. ვაიმე და სხვარი დავკარი, ორი დავკარი, ძროხა დავკარი, არ მიქნია.
უბრალოდ მართლა მაგან წაიღო დრო. ხო და ეხლა აღარ ვიზავ მასე რა. დამთავრდა ახალი წელი, ხვალე თვითონ ბარბარე გაშლის, ბარბარე აალაგებს. მიხედავენ ტერიტორიას, იმიტომ რომ ხვალდაზე გმუშაობ და ზეგ ცოტა ადრე უნდა ვთხოვ გავეთავისუფლო ნინოს, რადგან ბაკურიანის რაღაცები ჩავალაგო. არც ეგარ ჩამილაგები. ვერ მოვიცალე ხოლმე. ეს რაში ჩავყო? ეს რაღაც ჩავ. ესე იგი, საკმაოდ ცოტა ცივ ადგილას, ვაიმე ეს რა ძალიან წითელია ქალი ვარ. ანუ სავარაუდოდ შეიძლება ციცივე იყო, ნუ ციცივე არა, მაგრამ ციცივე რა, ხო და ან თბილად მაცვია, იმიტომ ჩავიცეს. ეს ვაიმე ხალხო ესეთი რომ მოხდები, ხა დღეს კი იყო ორლარად ჩოპან მარინაში რაღაცები, მაგრამ ხა ნამდვილად მაგის გამო არ წავიდოდი და 3 ლარი არ მივიცი ამაში. ნეტა უფრო მეტი მეყიდა ესეთები. რატომღაც თბილები მეთქი მეტი არ გინდა მანანა ჩემ თავს უთხარი და რა არ გინდა ქალო ნეტა მეტი წამომეყო. ხო და ეს ხომ აქვს? ნინო, მანდ ესეთი ფუმფულა რაღაცა დევს და მომიტანე. ეს ხომ აქვს? და ეხა ზემოდან კიდე რაღაცა უნდა ჩავიცო. თუ დამცხება იქ გავიხდი, არ პრობლემა არა. აი ეგ ხო, ამასაც ვიცი. ვინც ხან წერს? ესეც უნდა ჩავიცო. ბაკურიაში ესეც მიმაგ, ესეც მიმაგ. ხვალ საღამოს გავრეცხავ ამას. რომ ზეგმშრალი იყოს და ჩავდო. ამის გარეშე შანსი არ არის. ესეთი თბილი რამეები უნდა წავიღო. ანუ მე კავკავს მირჩენია ხა ეს ჩავიცვა. და ისა. გავიხატო მე და დაბლა დავიდებ და დავჭდები. იმ რას ეს რა სად ვიყიდე? არა, მე რომ მომქონდა მეორადები იმისა. რა სიძახია ემაზე კარგი რა უნდა. მეორადები რომ მომქონდა და ყიდდი ეს ამოვიდა ის. მიუხედავად იმისა, რომ ფართია. რასა? თურქეთშიც იმდენად მიყვარს, აი რაღაცა თუ ავინიჟე მორჩა, იმდენად მიყვარს, რომ თურქეთშიც ეს მქონდა წაღებული. აუ თმის რეზინა დამჩაბანოში. ნინო! ერთი რაღაც უნდა გთხოვო. თმის რეზინი დამრჩა აბანოში. შავი და მომიტანე თმა უნდა შევიკრა, ესე ვერ წავალ. და ყურადღებით იყავით რა დამიძახებენ. რას ვისმე? წენს. აბა წარბიმი არა მაგ. ჯერ ხო არა მაგ ხალხომ და ახლა ისა ოქროსფერი წარბები ამომივიდა. რამის არის გავიშაო და ეს ძალაზე ოქროსფერი ამომდის, როგორც თმა ესე. აი ჩხილებსაც შეეხება დავიჭერი, გავიკეთე, მანიკურების წასმის ხასიათზე არა ვარ, არანაირ სურვილიც არ მაქვს, არც მონდომება არ მაქვს, ფაქტიურად ჩავქრი, ხო და თან რო ვიცი რომ ხვალე ხა სამსახურში უნდა წამეცალოს, მე უნდა მოვიდე, მე გავიცალო, მე არა მანანა მე უთხარი ჩემ თავს და ეს ჩავდოთ არ გვინდა. არც ჩხილების დაკვრის არა მქონდა. თმა მქონდეს გაშლილი. არის კი შენ. ჰაუ. არა. აბა ხალათ ის კიდია მანდა მაგის ჭიბეში ნახე. არა და რეზინი მეკედა. ვაი დედა. ეხლა იცი რას ვფიქრობდი, რომ ჩემი საქმეს დავიძინებ, თქვა აი ამას ვეძებდი ხა. დავიძინებ 1 საათი. მანდარი უიტყვილა ჩაგიყვანე. 1 საათი დავიძინებ, მეთქი მომე დაყურადღებით იყავი რა ისა. შეიძლება დაიძახონ. გიორგი უნდა მოვიდეს სკალა. და მე ვიბანავებ მეთქი, ანუ თან აი ხო ტოლმად გაიხა ისევ გაზზე ჯერ არ მორჩენილი, მე ბავშვები გამორთა. გასი ვაიმე, მოიცა ჯერ იმას ვიტყვი. რას ვამბობდი? დავიძინებ მეთქი და
მერე გადავიფიქრე, მოდი ჯერ იბანავი და მერე დაიძინე 1 საათით მეთქი რა. ამ ლაპარაკში სწრაფად ვიბანავე, რომ სწრაფად მომზადებულიყავი და ძილი ამოვარდა რეჟიმიდან. განრიგში აღარ არის ძილი. რა ძილი ვერ ასწრებ. ეხლა ტოლმაზე უნდა გითხრა, ზოგადად ტოლმა რო დგა, თან იცი რამ ხელა ქვაბით დავდგი ხარ, ნუ აი შილას რო ხარშავენ, აი ქვაბით დავდგი და მოკლედ დღეს ბიჭები მასპინძლობენ გოგოებს. თუ გადავიღე რამე, გადავიღე. იცი ვინები უნდა იყვნენ, 2 წლის წინ გახსოვთ, ქორწილში ვიყავი, მერე იმ ქორწილში მეორებს თხოვა ხელი, ესენიც უნდა იყვნენ. ხო და აი ეგრე მოკლედ ჩინაურები იქნებით. მაო იქნება, მაიკო ჩემი რძალი და თეო იქნება. აი გუშინდელ ვიდეოში რო ნათლიები უნდა იყოთო, იმისი მეუღლე. თეო. ბიჭი იქნება ვანო და მამაო მონათლავენ, გოგო იქნება ნინო და თეო. ეხა ტოლმაზე გადავიდეთ. არი ვარცხნება ხალხი. რეზინა რო ქენი აი. გაზში რო ჩახვიდეთ, ანუ იტირებთ ხალხო. როგორ მოახერხე მანანა, რომ ესე ლამაზად აგაქვთ, მე წასვლის წინა წამს. აჰა, ესეც გაიჭედა. ჩემი თეთრი გაზი მაქვს ძველებური, აი ძველებური ემალისები როა რა, აი თუ რა ქვია, ხო იცით და ისა. ეგ გაზი მაქვს. და რო გახეხავ არის ულამაზესი, ანუ ბრძღრიალებს რა. ანუ ესენი სადღაცა სამქონდა. გუშინ წინ ხომ ეკეთა, ხა ყოველ გაკეთებაზე რატო უკარგავ? ხო და იმდენად ლამაზია რომ იხეხება ფითქინა თეთრი. ჩემო მომთილო მითხარ რომ ისაო, აბა დაინახე. ხალხ ნუ ეს დაინახეთ ხა ეს. რომ ისა უნდა უშისო რა ქვია. ვთხარი ნიეტა. მან ჩემი რუსული გამოვიყენე. 4-ვე კამფორა იდეალურად მუშაობს. იხეხება იდეალურად, დუხოლკა მუშაობს იდეალურად. მიუხედავად იმისა, რომ სანამ ნიკოლოზი დაიბადებოდა, აი ნიკოლოზის დროს რო ეძა, მან იმ დროინდელი გაზია იდეალურად მუშაობს, ასე რომ მევთხარი თავი დაანებე, შვენიერალურია, შეეშვიდგო. ხო და ეგრე. ეს თემურას შპილკებია, ხო გახსოვთ? ხო და ეხლა ის თეთრი ფითქინა გაზი ხალხნო რა ფერია რო იცოდეთ? მე და იცოდეთ რა ფერია? წითელი, მუქი, აი ტომატის ფერი. აჰა, ესე. თქვათ ესე. დასაგავ, მაგრამ მაინც რეზინა რა ვქენი? თქმა უნდა მაინც შევიკრა. ეს რა არის გოგო? ხო და იცი როგორ არის ხა, თან ხო დუღს, თან გადმოდის ტოლ. იმ ხელა ქვაბში დგა და მაინც გადმომივიდა ჯანდაბას. ხვალე დილაზე უბრალოდ სანამ სამუშაოზე წავალ, მაგ ტოლმას ცოტას გადმოვიღებ პატარა ქვაბში, რომ ბარბარეს გაცხელება გაუადვილდეს. და გასცაც გავწყდო ხალხო, გოგოები რომ მიეხმარნენ მილაგებაში, უბრალოდ გაშლაში. შეიძლება იტირონ, ისე დღეა იქ. აი ეს ლაშამ გისაქნა სულ. დილთ რო ადგებ სკოლაში რომ მიდის ხოლმე და თავით ცუდად ხონდე. ერთი ღერი ესე, ერთი ღერი ჯერ დაისველებს ხოლმე და მე დამას ისხავს. აი ხა დაბანილ თავზე კი არ მოყარს ამის დასხმა, მაგრამ ისა, სხვა გზა არ არის.
ნინომ ძალიან არ გაიგოს ეხლა რა მასხია მე. აუ გადაყლაპე. ფურა საწყურა. ასე. რიტუნია, შენი მესიჯი ახლა მოვიდა, ჩემო ლამაზ. ჩაყვარდეს. უი, ფეხზე ჩავიცვი, ძალიან თბილი კალკუტკა ფლოროვი კიდე ხალხო, შიგნიდან ისეთი თბილია. კადრო თქვა, რომ თხლაც მაცვია, მე შეიძლება აგადმომიცვივდეთ მაგერან რა და ზოგადად ისედაც ხომ მიყვარდა თბილი ჩაცმა და ეხლა მით უმეტეს რა და შიგნიდან არის რაღაცა ბეწვივით აქ შიგნიდან სულ ისე შავი ჩვეულებრივი რეიტუზია. და ზემოდან მაცვია კიდე ნასკები და ჩექმა არ უნდა ჩავიცვა. იმიტომ რომ აი ჩემი მასი კიდე არის. ჩექმა არ უნდა ჩავიცვა. ჩექმა უფრო აი ნასკიც ახლა რომ მიჭერს მაწუხებს რაღაცნაირად არა და სულ მიყვარდა ესე როდესაც აი კალგოტკა რაღაცა ისე ჭიდროთა გააკეთე ხა მაწუხებს და ის ჩექმაც მაწუხებს და ის ჩავიცვი ნასკები და უნდა ჩავიცვა ბოტები. ანუ რესტორანში არ მივდივარ ხა. კაი ჯიგრულ გარემოში მივდივარ. ასე. კლიანობაში როგორ გამოვიყურები ხა აპტე ჩავიხედოს ზუსტად არ გავხდე. სარეცხი თითქმის სულ დავაბინავე. აი ეს ხა დამჭა რამდენიმე რა დახვალე თუ არ და იმი ძალიან კარგია. შენი ერთბილად მოცვია ძალიანაც. თუ რაღაცა ამასაც წამოვიმხოთ და ესე. ანუ გარეთ თუ გავალთ სასროლების ამბავში და რაღაცა მე კი არ მოყარს, მაგრამ ესა ერთ სიტყვით თბილად ვარ რა. თუ სადმე რამე ამეშვირება, არა უშო მთავარი როგორი მივალ და აშველი თამეშვიროს მე. უბრალოდ ახლა ფეხი მაწუხებს, ან ეხანი არ ამტკივნია და დამეღალა რა ეს. მეთქი რა არის. ხო და დღეს ამას იქით. დღევანდელი დღე არის ბოლო დღე, როდესაც ესე რავი ვისაქმე თუ ვისავქენი თუ ესავქენი. უბრალოდ ახალი წლებს ვერ ვუღალატე. ეხლა დამთავრდა პრაზნიკები და უი ფანქარი არ წამისვია თვალის. თვალის ფანქარი არ მისვია, რაღაცა მაკლია ხო. ხო და რავი რა უნდა მოვიდეს. არაფერი. ბარბარის დაბადების დღე არის მაისი, ანუ თებერვალა. მივცემ ერთ პაჭკას ემიჭკას და სადმე ჭამ. არა მართლა დამთავრდა რა, ანუ ესე რომ დავიტვირთო და რაღაცა არა, ეხა უბრალოდ შეპირებული ვიყავი და მაგიტო. ლაშა ჩამოვიდო და წარამარა, აბა რაში მოგეხმარო, ანუ ისეთ რაღაცები იყო, რომ ვერ მომეხმარებოდა რა. თან გასული იყო და ეხლა აი ეს ხო შეიძლება სადმე ჩადგეს ხალხმა. ადრესე ვიკეთებდი ხოლმე თმას ხშირად. მერე რა ვიაყრე. ხახნო, მერე აი სამსახურიც როსაც რომ მოვრჩები მაისში. მაისის დასაწყისში რომ მერე ამოვიქა ქანო ცოტა და დავიწყებ ნენელა რა, სხვა შორის აპრილში ვიწყებ ხოლმე საროჭე. აი მაისში რომ მოვრჩები და ანუ აი ის რომ დამემართება, არა თუ დამემართა, არ დამემართება, თავს ძალას დავატარო არ დამემართება. ესა აი თუნდაც პატარა რო ყავთ ხოლმე, თუნდაც რაღაცა მქონდა ხოლმე პერიოდი ვიყავი და მასე ვიყავი და იმიტომ გეუბნეთ ეგ თუ დამემართა შეგიძლიათ მოცვიდეთ და გამწეწოთ. აი თკიკინა რო აქ მექნება, ხალათი რო ესე მეცმევა. ანუ იმ დროს როცა მეცმევა ხალათი როცა არ არის საჭირო. აი პიჟამოთი რო გავივლი, შეგიძლიათ ამოხვიდეთ და მცემოთ. ანუ არ ვიზავ მაგას. მაგრამ ხან უბრალოდ საწოლიდან ადგომის ნერვიც რხوارა გაგხოლია და ბიას და
ეგ თუ და მემართა ამომიცვიდით, ვინცად არ უნდა იყოთ თუ როგორც უნდა ვთქვა რა. ეს რა თქმა უნდა. პომადა რა თქმა უნდა. მოკლედ წაველი ახლა. სანამ მოვლენ, შემიძლია ტახტზე ჰორიზონტალურად დავწვე, წავკვდე. ფოლიუმის მჟავა. ექიმმა მითხრა, ხარზე ჯამთელი ხარო და მარტო ეს წამალი დამენიშნა. ამას ისედაც 3-ზე ვსვავდი, მაგრამ იმაზე ვსვავდი იმასაც, ამასთან ერთად იოდომარინს, მაგრად მახსოვს და არ დამენიშნა. ზუსტად ვიცი, ეს ისედაც 3 კვილი, ჩემი კვილი, ეგეც უნდა ჩამომწვიდეს. არა უშავ. თქვენ კარგად იყავით, კბილსაც ეშველება, დარიკო ბაბუს აქვს გაკეთებული კბილები და არ ახმარობს. ხო და ვეთხოვები და წამოვიღებ. კარგად ხარ, ხო, ბედრიე შობა ახალ წელს გისურვებ და მაგრად